საღამომშვიდობისა მეგობრებო, მამულიშვილნო, მოგისალმებით სრულიად საქართველოსა და ემიგრაციაში. ჩემი ლაიფი დღეს კვლავ გაჩენილ კითხვებზე იქნება მაქსიმალურად პასუხის გაცემა და სიმართლის გადმოცემა საზოგადოებაზე, რამე თუ კითხვები ჩნდება და კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. და რაც მთავარია, თითოეულმა ქართველმა უნდა გაითავისოს. ხილება არის ქრისტიანული პრაქსისის საფუძველთა საფუძველი. ის ადამიანები, ის პარტია ორგანიზაციები უნდა იყვნენ ხილებული აუცილებლად. თუნდაც საერო თუ სასულიერო დასი, რომელიც ანტიქართულია და ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. პირველი რაც შეეხება, მე მინდა დავიწყო ბატონი ლადო გამსახურდია, რომელიც მოღვაწეობს დღეს და იბრძვის უკრაინაში, ერთ-ერთ ქართულ შენაერთში რუსეთის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ. არის საუბარი, რომ არის თუ არა ლადო გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი. არა მეგობრებო. ის რომ თვითმარქვია კანონიერმა ხელისუფლებამ, მოღალატეობრივმა 12 კაციანმა უზენაესმა საბჭომ და რუსეთის გენერალური შტაბის ნომრიანმა აგენტმა გურამ აფსნაძემ და კომკავშირელმა აქტივისტმა მერაბ ჩუხუამ ლადო გამსახურდია გამოაცხადეს თვითონ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი. ეს არის სიცრუე და ის ისეთივე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრია, როგორც ახლა ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთის პრეზიდენტი. ლადო გამსახურდიას არავითარი საერთო არ აქვს ეროვნულთან. ლადო გამსახურდია არის ნაციონალური მოძრაობის ჩვეულებრივი